დღეს ვიდეოში ნახავთ კოჩურაშვილის ტრანსფერი სპორტინგში. კოპა დელ რეის ფინალში ერთმანეთს ბარსელონა და რეალ მადრიდი დაუპირისპირდებიან. კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტიდან მიდის. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, თხოვნა დალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. ტრანსფერი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. გიორგი კოჩურაშვილი ლისაბონის სპორტინგში გადავიდა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევანტეში 2023 წლიდან თამაშობს და 57 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა. სპორტინგი კოჩურაში 5.5 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი ევროც დაემატება. კონტრაქტი კი პორტუგალიურ კლუბთან 5 წლიანია. სეზონის ბოლომდე ქართველი ლევანტეში დარჩება და გუნდს ლა ლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება. ლევანტე 33 ტურის შემდეგ 59 ქულით მეორე ადგილზეა, რაც პირდაპირ აღზევების საშუალებას იძლევა. ხვალ ვალენსიელებს უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდებათ. ისინი მესამე ადგილზე მყოფ რასინგს უმასპინძლებენ, რომელსაც ასევე 59 ქულა აქვს. კოჩურას როლი ამ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი იქნება. სპორტინგის მწვრთნელმა რუი ბორჟესმა ტრანსფერის შემდეგ განაცხადა, რომ კოჩურაშვილის სრული გვარის წარმოთქმა უჭირს, ამიტომაც უბრალოდ ჯიოს დაუძახებს. ასევე მან აღნიშნა, რომ კარგი ტექნიკის მქონე მაღალი დონის ფეხბურთელი იყიდეს, რომელსაც ლევანტე ზაფხულში 15 მილიონად შეაფასებდა. სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონატს ლიდერობს და ბენფიკასთან უმძიმეს საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. კლუბი საკუთარი ქვეყნის 20 გზის ჩემპიონი და დიდი გუნდია, რომლის რიგებშიც კრიშტიანო რონალდუს და ლუიშ ფიგუს უთამაშიათ. მათ რიგებს უკვე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც შეუერთდა. ესპანეთის თასის ფინალში ელ კლასიკო გველოდება. ბარსელონამ პირველ შეხვედრაში დრამატული 4-4-ის შემდეგ მადრიდის ატლეტიკოს სტუმრად დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა და დიეგო სიმეონეს გუნდის შავი თვენახევარი გააგრძელა. ამ პერიოდში მადრიდული კლუბი გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, ესპანეთის თასს და საჩემპიონო რბოლაშიც დაკარგა შანსები. ბარსელონას ამ თამაშში უფრო ნაკლები ნერვების დახარჯვა შეეძლო მე-6 წუთზე მსაჯი ხოსე მუნუერა მონტეროს სესარ ასპილიკუეტა რომ გაეგდო. ესპანელმა მცველმა რაფინიაზე იუხეშა, მაგრამ თამაშის დასაწყისში მსაჯმა ატლეტიკო დაინდო. ბარსამ კი პირველი ტაიმი ჩვეულ რეჟიმში შეტევებში გაატარა და 27 წუთზე ფერან ტორესმა ლამინ იამალის პასი გოლად აქცია. ატლეტიკომ თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეორე ნახევარფინალში კი მადრიდის რეალმა ბეწვის ხიდზე გაიარა და რეალ სოსიედადი დრამატულ დაპირისპირებაში გამოთიშა. სამეფო კლუბს კუთხურები დაეხმარა, რომელთა დახმარებითაც თამაშის 2 უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამ კუთხურებს საერთო ალგორითმი არ ჰქონდათ. პირველ შემთხვევაში მემარჯვენე როდრიგომ ბურთი საჯარიმოს ცენტრში ჩააწოდა, სადაც მას ჩუამენი გამოეხმაურა, მეორედ კი მემარცხენე გიულერმა ბურთი მეკარის საჯარიმოში ახლოძელთან ჩაახვია და იგი სოსიედადის კარებში რუდიგერმა გადაგზავნა. კლასიკო თასის ფინალებში დიდი იშვიათობაა. სულ ისტორიაში ასეთი 7 დაპირისპირება იყო და უფრო წარმატებულად ფინალებს რეალი ასრულებდა. ბოლო კლასიკო კოპა დელ რეის ფინალში ალბათ ყველას გახსოვთ. გარეთ ბეილის ცნობილი გარღვევა და მარკ ბარტრას კარიერის დასასრული. ბარსას რევანშის აღების შანსი 26 აპრილს სევილიაში ლა კარტუხაზე ექნება. ინგლისის თასის მეოთხედ ფინალში ბორნმუთის წინააღმდეგ ერლინგ ჰოლანდმა დაზიანება მიიღო და 61 წუთზე შესაცვლელი გახდა. ნორვეგიელმა სტადიონი ყავარჯნების და დამცავი ფეხსაცმლის დახმარებით დატოვა. მეორე დღეს კი მანჩესტერ სიტიმ მარცხენა ფეხის ტერფის ტრავმა დაადასტურა, რომლის გამოც სიტის ტოპ ფორვარდს 7 კვირის გამოტოვება მოუწევს. ეს ჰოლანდისთვის ამ სეზონში მეორე მნიშვნელოვანი დაზიანებაა. პირველმა მას მნიშვნელოვანი თამაშები გამოატოვებინა. საპასუხო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან და პრემიერლიგური ჯახი ლივერპულთან. ჰოლანდის ტრავმით სიტი 2 სერიოზულ პრობლემას აწყდება. გუნდი ძალიან არის დამოკიდებული მის გოლებზე. გასულ სეზონში ნორვეგიელმა პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას გუნდის გოლების 28% გაიტანა. ამ სეზონში 38%. მისი ალტერნატივა გუნდში არ არსებობს. ამავდროულად სიტის პრაქტიკულად დაავიწყდა თუ როგორ უნდა ითამაშოს კლასიკური ცხრიანის გარეშე. ჰოლანდის არყოფნაში ლივერპულის წინააღმდეგ გვარდიოლამ ცრუცხრიანის როლში ფილ ფოდენი ათამაშა, ხოლო რეალთან ექსპერიმენტული სავინიო მარმუშის დუეტი გამოიყენა. ორივე იდეამ კრახი განიცადა. სავარაუდოდ ნორვეგიელი სუპერფორვარდის არყოფნის პირობებში პეპი აქცენტს სწორედ მარმუშზე გააკეთებს. სათასო თამაშებზე ეგვიპტელმა ჰოლანდის პოზიცია რამდენჯერმე დაიკავა. ბორნმუთთანაც ერლინგის ნაცვლად მოედანზე სწორედ ის გამოვიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ჰოლანდის გარკვეული უნარების კომპენსირება მარმუშს შეუძლია. პირველ რიგში სისწრაფის და ზურგს უკან გახსნების. თუმცა საჯარიმოში ნორვეგიელის ყველა სკილების ათვისება უბრალოდ არარეალურია. ერლინგი მომენტებს არამხოლოდ უნიკალური მოძრაობის, არამედ ფიზიკური სიძლიერის წყალობითაც პოულობს. უახლოეს თვენახევარში გამოჩნდება, რამდენად მოახერხებს სიტის საკუთარი მთავარი ბომბარდირის გარეშე სეზონის წარმატებით დასრულებას. სეზონის დაწყებისთანავე გაჩნდა ჭორები ბაიერნთან ტომაშ მიულერის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.
თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში უკვე აქტიურად იწერება, რომ გერმანელი ლეგენდა მიუნხენურ კლუბს დატოვებს. კონტრაქტი მას 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ამ მომენტისთვის სხვადასხვა ინსაიდერულ ინფორმაციებს თუ შევაჯამებთ, ასეთ სურათს მივიღებთ. კლუბი თვლის, რომ მიულერი უდაოდ ბაიერნის ლეგენდაა, თუმცა მას ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და ცოტა სათამაშო დროს იღებს. მიულერი კარიერის დასრულებას არ აპირებს და სურს მიუნხენში კიდევ 1 წლის გატარება, თუმცა უკმაყოფილოა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის დეტალებს არ ათანხმებენ. ალტერნატიულ ვარიანტად გერმანელი ფეხბურთელი MLS-ში გადაბარგებას განიხილავს. სათამაშო თვალსაზრისით მიულერის წასვლა ბაიერნისთვის კატასტროფა არ იქნება. არის მუსიალა, რომელიც ამ პოზიციაზე თამაშობს და რომელმაც გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა ბაიერნის ქცევა უცნაურად გამოიყურება. თითქოს იყო მკაფიო გზავნილი, რომ კლუბი მიულერის შენარჩუნებაზე თანახმა არის, თუმცა ხელფასის დაკლების პირობებში. ახლა კი ინსაიდერულ ინფორმაციებიდან ჩანს, რომ ბაიერნმა მიულერს არაფერი შესთავაზა. შესაძლოა უახლოეს კვირებში ყველაფერი შეიცვალოს და კიმიხის საგის მსგავსი სიუჟეტი მივიღოთ, როდესაც ყველა გერმანელი ნახევარმცველის წასვლაზე საუბრობდა, საბოლოოდ კი მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა მინიმუმ საიმიჯო დარტყმა ბაიერნმა მიულერის შემთხვევაში უკვე მიიღო. ხვალ კევინ დე ბრუინი ბოლო მანჩესტერულ დერბის ჩაატარებს. სეზონის ბოლოს იგი სიტის დაემშვიდობება. თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნის კუთხით დე ბრუინი უბრალოდ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ამას სიტიში ბელგიელის მოსვლის შემდეგ ტოპ 5 ლიგაში მოსალოდნელი საგოლე პასების ლიდერთა ცხრილი ადასტურებს. უბრალოდ ნახეთ, რამდენად უსწრებს იგი საუკეთესოებს. დე ბრუინი სიტიში იყო მომენტების შექმნის მანქანა, რომელიც არამხოლოდ პრემიერ ლიგაში, არამედ ფეხბურთის ისტორიაშიც გამორჩეულია. არავინ ამარაგებდა თანაგუნდელებს პასებით უკეთ, ვიდრე კევინი. დე ბრუინს გენიალურ დონეზე შეეძლო რამდენიმე ტიპის პასის გაკეთება. ჩაწოდებებიდან ფლანგიდან დაბალი კროსები, გამჭოლი პასები ლეო მესის დონეზე, კონტრშეტევების შეკვრა, კატბექები, სიღრმიდან პასები ანდრეა პირლოს სტილში, სტანდარტები. ამ კუთხით დე ბრუინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი შემოქმედია. პეპ გვარდიოლას სისტემაში ჩაშენებული იდეალური რობოტი. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე კატალონიელი მას მარჯვენა და მარცხენა ნახევარ ფლანგზე იყენებდა. დე ბრუინი ორივე ფლანგზე გადადიოდა, სადაც იყო თავისუფალი სივრცე და მანჩესტერ სიტის მთავარი დარტყმის მიმართულება, იქ აგზავნიდა გვარდიოლა კევინის კრეატიულ ენერგიას და ეს დუეტი 10 წელი პრემიერ ლიგას ატერორებდა. ბევრის აზრით ბელგიელი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია. წინა ვიდეოს სწორი პასუხია სტიაუა ბუქარესტი, რომელსაც 104 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ამ გუნდს 3 წლის განმავლობაში ერთი მატჩიც კი არ წაუგია. ეს კი სწორი კომენტარის ავტორები არიან. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და აუცილებლად დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ეს კი მომდევნო კითხვა, რომლის სწორი კომენტარის ავტორები მოხდებიან ჩემს შემდეგ ვიდეოში. რომელია ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო?